ის რომ კობახიძე ხო არ ლაპარაკობს იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსთაველზე დგას, იმ 100,000-ობით ადამიანისთვის, ვინც თბილისში და ყველა დიდ ქალაქში გავდის, ის მიმართავს საკუთარ მხარდაჭერებს და არწმუნებს მათ, რომ ცდილობს და არწმუნოს მათ, რომ ისინი იმაში, რომ არაფერი თითქოს არ ხდება და ლეგიტიმაციის პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ სიმულაციას აკეთებენ, თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, მათი ფუნქციონირება გრძელდება, არანაირი პრობლემა არ არის, სინამდვილეში ეს არ არის, სინამდვილეში შეუძლებელია ასე რომ იყოს. პრაქტიკულად კეთროვანი არის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება აღარ არის, მათ არ აქვს ლეგიტიმაცია, მათი ლეგიტიმაცია, ერთადერთი მათი ლეგიტიმაცია დგას იმაზე, რომ ისინი ცდილობენ გააგრძელონ, აი ყოველ ღამე დილის 6 საათზე დიდი რაოდენობით დასუფთავების სამსახური მიდის ხოლმე, ძალიან დიდი რაოდენობით რუსთაველზე, იმისთვის რომ დილა რო გათენდება, თითქოს იქ არაფერი არ ხდება, თითქოს იქ ღამე ადამიანებს არ ცემენ, არ იჭერენ, არ დაძდევენ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს იშლება, ეს სქემა, რა თქმა უნდა, და ეს ჩამოიშლება აუცილებლად, ეს არის ჩვენი პროტესტის შედეგი, ეს არის იმ პროტესტის შედეგი, ის არის 100,000-ობით ადამიანის პროტესტის შედეგი, როგორც გარეთ სანქციების ბორბალიც ამოქმედა ჩვენ ხედავთ და ეს ასაცილო კომენტარი არ ვიცი, რატო აყენებენ შეურაცხყოფას თუნდაც თავის მომხრეებს, არ ვიცი, როდესაც აი ესეთ უტიფარ ტყუილებს იძახიან, თითქოს ეს პრობლემა არ არის, თითქოს ეს არ არის. ვიდრე ამ პასპორტით გაემგზავრებიან, ხო? ბიზნესმენებთან შეხვედრის თემა, ეს თემები, რაც თქვა რეალობამ, თქვენ თქვით, რომ ქმნიან სიმულაციას. ამ სიმულაციის საყრდენი არის ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარი. გითხარით ამ თემაზე, ამით კვებავს დღეს ოცნება მასთან თან შეზრდილ ბიზნესმენებს და აქვს თუ არა ამ ბიზნესმენებს სიმშვიდის საფუძველი მხოლოდ ამით. ხო, ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის თუ სიძლიერეზე საუბრობთ, ხო და მოგეხსენებათ, რომ დოლარი არის მთავარი ტრანზაქციული ვალუტა და მთავარი სარეზერვო ვალუტა მსოფლიოსი, იმიტომ რომ ისტორიას ახსოვს ესეთი შემთხვევები, სახაზინო დეპარტამენტის ერთი განცხადება საკმარისია, რომ გადახედეთ დოლარში ტრანზაქციებს ქართულ ბანკებთან, არა თუ სანქცია, არამედ უბრალოდ განცხადება რომ გააკეთონ, ჩათვალეთ რომ იმხელა დარტყმა იქნება ეს ჩვენთვის, რომ აქედან ფეხზე წამოდგომა იქნება ურთულესი. მათაც ეს ესმით და სინამდვილეში მთელი პროცესი მიდის იმდაგვარად, რატოც დრო ჭირდება ამას, რომ იქ არის ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები, იმდაგვარად მოხდეს სანქციების სტრუქტურება, რომ ხალხი არ დაზარალდეს, მოსახლეობა არ დაზარალდეს, არამედ დაზარალდეს ის ძირითადი ბურჯები, რომელზეც დგას ეს ავტოკრატული სისტემა და მათ შორის ერთ-ერთი არის რამდენიმე ესეთი ბურჯი არის, ძალოვანი უწყებები, პროპაგანდისტული მედია და ბიზნესის ელიტური ბიზნესის ნაწილი, იმიტომ ბიზნესაც ნუ დავარქვათ ამას ბიზნესს, იმიტომ ეს ქრონიკ კაპიტალიზმი, ეს არის შერწყმული, ხა ბიზნეს ასოციაციაზე როცა ვსაუბრობთ, რომელიც ყველაფერზე განცხადებას აკეთებს, ერთი თვე არის პრაქტიკულად ქვეყანაში ღმა კრიზისში არის, დედაქალაქი არ დარჩა, პარტნიორი არ დარჩა და ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. ხო, რატო? იმიტომ რომ მერე ადმინდა ვისოლებმა აიღონ დამატებითი ნებართვები მერიაში და ასე შემდეგ. კობახიძე ამბობდა ძველი განცხადება მახსოვს ამას. საკვირისხმელის გავამხნევი პრემიერი ღარიბაში გახარია, მე მგონი გახარია. რა ვთქვი, კობახიძე რო დააწყნარებს, მაგრამ მე ცალკე თემა არის. როცა ბიზნესზე ვსაუბრობ, საერთოდ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირველ რიგში ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა გამოხატვა არის მთელი რიგი ბიზნესების, რომელიც უკვე გაფიცულია ბოლომდე, თანამედროვე გაფიცვების ხო ბევრნაირი ვერსია არსებობს გაფიცვების და ბევრნაირი ნაირსახეობა, მაგრამ თეატრები, კლუბები, მთელი რიგი მუსიკოსები, მთელი რიგი ადამიანები უკვე გაფიცულები არიან და ვერ ღებულობენ შემოსავალს და რეალური პრობლემები აქვთ მათ თანამშრომლებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ისინი თვლიან, ისე როგორც თითოეული ჩვენთაგანი, რომ ჩვენი ევროპული მომავალი გაცილებით უფრო დიდი სიკეთი არის, ვიდრე ის ფინანსური ზარალი, რომელიც შეიძლება მათ მიიღონ კონკრეტულად ამ შემთხვევაში. აქ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ყველაზე დიდ ორ ბანკს, ეს არის საქართველოს ბანკი და TBC ბანკი.
რომელიც არის ფინანსურად ძალიან ჯანმრთელი ინსტიტუტები, იმაზე უფრო მეტი მომგებიანობით გამოირჩევიან, ვიდრე ნორმალურ შემთხვევაში და თანასწორი კონკურენციის შემთხვევაში იქნებოდა. ხო 35%-იანი მოგება აქვთ და დაახლოებით მაყურებელს ვესმოდეს 1.5 მილიარდი ლარის მოგებას ღებულობენ ყოველწლიურად. ეს ჩვენზე საქართველოს მოსახლეობაზე და საქართველოს ბიზნესზე ღებულობენ, ხო? დაახლოებით 9 მილიარდის მარტო საკომის გაცვლითი კურსიდან აქვთ თითო ბანკს მოგება. ამიტომ ამ ბანკებს ენიჭებათ დღეს ძალიან დიდი როლი, რომ აიღონ პასუხისგებლობა და დაიჭირონ ძალიან მკაფიო პოზიცია, არა მარტო დროშის გადმოკიდებით და პოსტის დადებით, რომ ჩვენ უჭერთ ევროპულ მომავალ ხარს, არამედ რეალური ქმედებებით, რეალური ფინანსებით, სულ რომ ერთი თვის მოგება, ერთი თვის წარმოიდგინეთ, რაც არაფერი არ არის რეალურად არც ერთი ბიზნესისთვის, ერთი თვის მოგება ჩაიწყონ შესაბამის ფონდში, ეს არის 200 მილიონი ლარი, რაც უამრავ ადამიანს იგივე იქნება ეს თეატრები, მუსიკოსები, სამსახურიდან გამოგდებული ადამიანები, დაზარალებულები, ყველა ამ ადამიანს გაუწევს მნიშვნელოვან დახმარებას. ამას დაუმატოთ ის, რომ ცეცხებზე რესტრუქტურიზაციებია ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლებს, ფინანსური ვალდებულებები აქვს და ასე შემდეგ. ამ ბანკებმა უნდა იკისრონ როლი, წამყვანი როლი ბიზნესში, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს პრაგმატულია და სწორია, პირველი ვინც დაზარალდება ისინი იქნებიან. თუ ეს სისტემა ჩვენ ვერ შევცვალეთ და არც ახალი არჩევნების გზით ახალი გადატვირთვა ვერ გავაკეთეთ საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით და შიგნითაც პრაქტიკულად იზოლირებულ ქვეყანაში, სანქცირებულ ქვეყანაში როგორ წარმოუდგენიათ რა ბიზნესზე კოტირება. ბოდიში ერთი გაფიცვაზე ვიტყვი, მახსოვს რომ საქართველოს ბანკს კომენტარსაც უწერდით მათი განმარტების და განცხადების შემდეგ. ანუ არ არის საფუძვლიანი მათი განმარტება, რატომაც ვერ ჩაერთვებიან ასეთი ტიპის პროტესტში, გააჩერებენ რაღაც საციცოცხლო მნიშვნელობის. დიახ, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ 20.000-მდე საბანკო სექტორის თანამშრომელზე, რომელიც ისევე ქუჩაში დგას, როგორც დანარჩენი საქართველო. ჩვენ საუბრობთ ბიზნესზე, როგორც ესეთზე და ბიზნესის გადაწყვეტილებაზე, როგორც იურიდიულ პირზე. როცა ჩვენ გაფიცვაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ გაფიცვაზე, გაფიცვის ბევრი ფორმა არსებობს და ბანკების შემთხვევაში არ ვსაუბრობთ გაფიცვაზე, სადაც უნდა დაკეტონ ბანკები და გაჩერდეს და პარალიზება მოხდეს მთელი ბიზნეს ერთეულებს. არა, გაფიცვები არის მაგალითად ყოველდღიური 1 საათიანი გაფიცვა არის, გამაფრთხილებელი გაფიცვები არის, წერტილოვანი გაფიცვები, როდესაც მაგალითად back office-ის თანამშრომლები იფიცებიან, ან მხოლოდ front office-ისთან კონკრეტულ ოპერაციებზეა გაფიცვები, მილიონერი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოცნება მიხვდეს, რომ ის სიმულაცია, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, ამას არ ყიდულობს. არა მარტო ის ხალხი, ვინც ქუჩაში, არამედ ამას არ ყიდულობს ბიზნესის და ბიზნესისთვის კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორ გონია, აი მინდა რომ გამოვიყენო თქვენი ეთერი და ბიზნესმენებს მიმართო, როგორ ფიქრობთ, ფული რო შემოაკლდება ქართულ ოცნებას, ვაჭრობა რო შემცირდება, სანქციები რო იქნება და დასავლური კომპანიები რო გავა ამ ქვეყნიდან, ვის მიადგება ქართული ოცნება პირველ რიგში მიადგება ქართულ ბიზნესს და უკვე ვნახეთ ხო სათამაშო ბიზნესზე გადასახადების გაზდას საბანკო სექტორსაც მიადგებიან გადასახადების გაზდათან ყველაზე უფრო სამშენებლო ბიზნესზე იყო, სადაც ანტონო ბოლაშვილიც და გადასახადებობა ვნახეთ მარტო. იმიტომ თვითონ არის ინტერესი აქვს თვითონ სამშენებლო ბიზნესის და ანტონო ბოლაშვილი იღებდნენ მას ხო კომიტეტს. ეს გადასახადების გაზდა იქნება მხოლოდ ყველაზე პირველი და ყველაზე ნაკლებად კივნეული მათი ბრუნვების შემცირდება ზარალზე წავლენ და პლუს ამას დღეს რომ მეტროში ბედავენ და მასკიანი ადამიანები დარბიან და აშინებენ აქციაზე წასულ ადამიანებს თან ნახულობენ ყველაზე ახალგაზრდებს მარტო რომ მიდიან და დროშას რო დაინახავენ და გაავებული მისდევენ აი ეს მასკიანი ადამიანები შევლენ იმ ბიზნესებში იმიტომ რომ ეს არის აი ეს ჭყალებში ვიტყვი კადიროვშინა ეს არის როგორც წარმოუდგენია საქართველოს ბიზნეს ივანიშვილს და ეს ნათქვამიც აქვს რომ მათი ოცნება არის ის 200,000 კაცი საშუალო ფენა ჩვენი მოსახლეობის წავიდეს ემიგრაციაში და საქართველოში დარჩეს მხოლოდ ქართული ოცნება თავისი ელიტით და დანარჩენი გაჭირვებული ადამიანები და სოციალურ ტიტუშკები გამოჩნდნენ უფრო ბოლო პერიოდში მას შემდეგ რაც სპეცრაზმი აღარ ჩანს რუსთაველის გამზირზე თითქოს ეს ემთხვევა მაკრონთან სატელეფონო ზარსაც და რაღაც ფორმალური ილუზია
ილუზიური დათმობები თითქოს იყო, რომ აი ელისაშვილს შეუმცირეს პატიმრობა და ასე შემდეგ. ეს არის დასავლეთისთვის განკუთვნილი რაც თვალის ახღვევის მცდელობა, ან რა შეიძლება შეცვალოს ამან პროტესტში, ცდილობენ პროტესტსაც დაუკარგონ აზრი ერთგვარად. ჩვენ თითოეულ ადამიანს, რომელიც გამოდის ქუჩაში, რომელიც გამოდივართ ქუჩაზე დგავართ, მოგეხსენებათ ეს დეცენტრალიზებული პროტესტი ხო თავისი შინაარსით, ძალიან კარგად ესმის და ძალიან კარგად გვესმის ჩვენი იქ ყოფნის ფასი და ეს არ არის რომ თითქოს გავედით და იქ არაფერი თუ არ ხდება, მაშინ აღარ მივალ ან ასე შემდეგ. ყოველ დღე ჩვენი მისვლა იქ, ჩვენი დგომა, ეს მარშები, პროტესტის დღე გადატანა, სხვადასხვა ფორმის გაფიცვები, სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგობა არის გზა, მშვიდობიანი გზა, ხელისუფლება ვაიძულოთ ახალი არჩევნები დაინიშნოს და ნეიტრალური ადმინისტრაციით და გამოუშვან ყველა ტყვე, ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც დააგროვა სისტემამ. ტიტუშკების ფორმა იქნება, ერთი დღე უფრო ძლიერ ძალას აჩვენებენ, მეორე დღე უფრო ნაკლებად, მესამე დღეს უფრო ეს მათი ტაქტიკაა. ჩვენი ტაქტიკაა გავდივართ და იქ ვიქნებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს. ნაძვის ხის ანთების თემა იყო ამის. ნათელი მაგალითი, როცა სისტემამ ვერ შეძლო დაანონსა, დაგვემუქრა, მობილიზება დაიწყო თავისი აქტივის და პრაქტიკულად ვერაფერი ვერ შეძლო, იმიტომ რომ პროპორციები სიმართლე ხო ერთხარ ეს არის, მაგრამ ადამიანურადაც მათ შორის მათ მხარდაჭერებსაც შეუძლებელია, რომ საღად მოაზროვნი ადამიანს ან ის მოწონდეს, რაცაც ახლა ქართული ოცნება ჩადის ქუჩაში, ან ის მოწონდეს, ის დევნა მოწონდეს, ან ცემა, ან უკანონო დაკავებები, ან პატრულს რო დაინახავს ადამიანი და ფიქრობს, რომ ეხლა შეიძლება დამიჭირონ და წამიყვანონ საერთოდ გაუგებარი მიზეთ, ან სასამართლოებში რაც ხდება, ხო ყოველ დღე იდება კადრები, სადაც სრუმოწმები, ფაქტობრივად პატრული აქციას სრუმოწმების ინსტიტუტად. მთელი პატრული დადის და ორი პოლიციელი დადის და სრუ ჩვენებებს იძლევა, ყველამ თვითონვე იციან ეს და მე გარბიან სახეზე აიფარებენ მასკებს და გარბიან. ვის შეიძლება ეს მოწონდეს ესეთი ჩამოშლა, ხო? ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების, მაგრამ ეს სახელმწიფო ვერტიკალის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს აუცილებლად ჩვენი მუდმივი მშვიდობიანი პროტესტთან ერთად, გარედან წნეხთან ერთად ამ სისტემის ჩამოშლით, ეს სახეზია, ცალსახარი, იქნება საჯარო სამსახურებში განწყობების თვალსაჩინო უამრავი საჯარო მოხელედად ისე ყველაფერს თავი დავანებოთ. იქნება ეს პროპაგანდისტული ტელევიზიები, იქნება ეს ქართული ოცნების ტრადიციული სახეები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ თავის პოზიციებს და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს, რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება მსხვილი ბიზნესი ამაში. მით უფრო მარტივი იქნება მერე მით უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებს ქვეყანა და ბოლო პასუხისგებლობის ამბავი ახლა თან კიდევ ერთხელ რაზე ვსაუბრობთ? ხო ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპა გვეუბნება და ევროკავშირი გვეუბნება, მოდით ჩემთან, ჩემი კარები ღიაა, ოღონ თავისუფალი სასამართლო უნდა გქონდეთ, ნორმალური არჩევნები უნდა ჩაატაროთ და ძალთა ბალანსი უნდა გქონდეთ და ერთი კაცი საფაშო არ უნდა იყოს. ამაზე როგორ შეიძლება ვინმე წინააღმდეგი იყოს? მართლა საღი აზრი თუ არსებობს, როგორ შეიძლება ვინმე იყოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი? კი, აი ნახეთ ბატონ გიორგი, ქართული ოცნება დღესაც იმეორებდა კობახიძეს, რომ ყველაფერი დასრულებულია, იქ მხოლოდ 800 კაცი დგას, აქვს მონიშნული თარიღები, 29 დეკემბერი, ყავალაშვილის ინაუგურაცია, 20 იანვარი ტრამპის ინაუგურაცია. ამასობაში ხომ არ შეიძლება განელდეს პროტესტი ქუჩაში, ვისზე მუშაობს ახლა დრო? ხო, რა თქმა უნდა, ეს არის გაძლებაზე დაპირისპირება, ისინი ცდილობენ დემოტივაციას, დაშინებას, ზოგს დაემუქრებიან, ზოგს დაურეკავენ, ზოგს მეტროში დახვდებიან, ზოგს დაგვიჭერენ, მაგრამ ჩვენი ბრძოლა არის ეს ბრძოლა. და ყველანაირი ყალბი პათეტიკის გარეშე მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენ რამით ვიამაყებთ იმით, რომ ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ამ ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში. და თუ ჩვენ ვერასდროს ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ვერ ვაპატიებთ იმას, რომ ჩვენ
გქონდა ეს ახლოს ევროპული პერსპექტივა, ეს ახლოს ვიყავით ევროპულ სიკეთეებთან, იმ ნორმალურ ცხოვრებასთან, რისთვისაც ამდენი ხალხი თავი გაწირა და უცებ ვიყავით კიდევ ერთხელ აღმოჩნდით თაობა, რომელმაც კონფორმიზმი ვამჯობინეთ, ან ბოლომდე არ ვიბრძოლეთ. რაზეა საუბარი, რომ ქუჩაში გავიდეთ, ეს არის საპირწონე იმისა, რომ ყოველდღიურად და ესენი ფიქრობენ, რომ ჩვენი ქუჩაში გასვლა შემცირდება და ადამიანები ვერ ხვდებიან იქ რისთვის დადიან, არავითარ შემთხვევაში. არა თუ განელდება ეს დარწმუნებული ვარ, რომ იქნება თარიღები, სადაც ვიქნებით 100,000-ობით, იქნება ახალი წლის ღამე, რომელსაც დარწმუნებული ვარ 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში შევხვდებით. მარტო სოლიდარობის, დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, სხვაზე რო არაფერზე ვისაუბროთ, როდესაც ისინი უკანონო პატიმრები არიან და ჩვენ სახლებში არ ვიქნებით და ქუჩაში ვიქნებით გამოსული, იქნება სხვა მნიშვნელოვანი თარიღები, მაგრამ ჩვენი იქ დგომა პრინციპული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი არის იმის გარანტი, რომ გარედან წამოსული სანქციები სულ უფრო მკაცრი იქნება და სულ უფრო დასუსტება რეჟიმი, რომელიც აუცილებლად ჩამოიშლება თუ ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული. რა ჩამოშლის ამ რეჟიმს? თეონა თარიღებზე რომ საუბრობდა, თქვენ გქონდათ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე საინტერესო თურქული ანდაზა, რომ ჯამბას თუ შეიყვან სასახლეში, სულთანი ვერ გახდება, მაგრამ სასახლე გადაიქცევა ცირკად. აი ეს ცირკი რამ უნდა ჩამოშალოს, რამდენ საკმარისია რეალურად ნაბიჯები დასავლეთისგან. ტრამპს რომ თავი დავანებოთ, ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს დაანონსებული ფინანსური სანქციები, თუმცა ევროკავშირის მხრიდან დღეს იყო ადგილზე პარლამენტშიც კრიტიკაც, რომ არ არის საკმარისი თუნდაც ეს სავიზო თემა. რამ უნდა ჩამოშალოს ეს თემა და რამდენ შესაბამისია დასავლეთის პასუხი. ეს არის პროცესი, სადაც ჩვენ გვინდა უფრო მეტი და უფრო სწრაფად და გვინდა რომ ძალიან სწრაფად დამთავრდეს ყველაფერი და მე დაუბრუნდეთ ყველანი ჩვენ საქმიანობას და ასე შემდეგ, ხო, ნორმალურ ტემპზე გადავიდეს ცხოვრება, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ რა გვაქვს დასაკარგი იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ ამას, ხო? ჩვენ დღის წესრიგში გვექნება თუ არა ქვეყანა დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყანა, თუ გვექნება სამეფო, კიდევ ერთხელ ვიძახი, სადაც ხვალ დღეს თუ ეს რეჟიმი ვერ ჩამოშალოთ, ხვალ თუ ეს რეჟიმი ჩამოშალოთ, ამ რეჟიმმა თუ შეინარჩუნა ეს ყოფა ურთულესი პერიოდი გველის, როგორც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, გაიზრდება ფასები, კურსზე აღარ ამაქვს საუბარი. იქნება ესეც გითხარით კურსზე, აი უფრო საგრძნობი როდის უნდა იყოს, დეკემბერი მაინც ისეთი იქნება. მე შემიძლია ვთქვა, ეხლა უკვე რაც სახეზი არის, საცალო ინდუსტრიაში არის სერიოზული პრობლემები დაწყებული, გაყიდვების თვალსაზრისით საცალო ინდუსტრიაში, საახალწლო აქციები პრაქტიკულად გაჩერებული არის, ეხლა რომელი თავმოყარე კომპანია კორპორატიულ საღამოს დაგეგმავს, როდესაც ესეთი ამბავი ხდება და ყველა აუქონს, საცალო სექტორით დაიწყო. ეს ყველაფერი აუცილებლად გადაიზრდება ძალიან მალე უძრავი ქონების სექტორში და ჩვენ ვნახავთ ამას, რომ უძრავი ქონების სექტორში გაყიდვები გაჩერდება, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ესეთ ვითარებაში უძრავი ქონების სექტორში რამე მოხდეს, თუ უძრავი სექტორში გაყიდვები მცირდება, ეს ნიშნავს რომ მთლიანი სამშენებლო სექტორი და ყველა მიბმული ინდუსტრიები ასევე კრიზისში წავა და შემდგომ ეს გადავა უკვე საფინანსო კრიზისში, რომელიც იქნება ფასების, ინფლაციური კრიზისი, იქნება კურსის პრობლემები, იქნება გაზაფხულიდან მეტად ან ზამთრის ბოლოს აი და ვადები თუ არაფერი იცვლება. იცით თუ ესეთი ტემპით მიდიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ბევრს გონია. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საღიაზე, იმიტომ ჩვენ ახლა მაინც ვხედავთ სულ 5 სახეს თუ დაუკვირდებით ქართული ოცნების სპიკერები, არის სულ 5 ადამიანი არის, ხო? მაგრამ პაპუაშვილი, მდინარაძე, კობახიძე, კალაძე და შეიძლება 1-2 დეპუტატი კიდე იყოს. და არა ახლად არჩეული 80 ბჭყალებში დეპუტატი, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელია, იქ არიან ბიზნესმენები იმ სიაში. შეუძლებელია რომ მათ არ ესმოდეთ რაზეა ლაპარაკია. შეუძლებელია მათ არ ესმოდეთ რომ ყველაფერი რასაც ისინი აშენებდნენ ნული იქნება იმის ფასი, იქნებიან კეთრონები, ვერ გავლენ ქუჩაში, ვერ წავლენ ევროპაში. მათი ოჯახის წევრები ვერ გააგრძელებენ სწავლას და ვერ მიიღებენ იმ სიკეთეებს, რისთვისაც ამდენ შრომობენ. უბრალოდ შეუძლებელი არის ესეთ დაუბნელო თვალი, რასაც ცდილობს პროპაგანდისტული მედიით ადამიანებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება შენ მხარდაჭერები იყვნენ, ჩვენთვის წარმოუდგენელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩამოშლით ამ რეჟიმს, ამაში ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ
წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ საქართველოს გახდა ბელორუსი, კი არ გახდა ბელორუსი, სადაც აბსოლუტურად სხვა ტიპის სახელმწიფო მოწყობაზე გვაქვს საუბარი, თუ ესეთი მოწყობა საერთოდ არსებობს, მაგრამ ამავე დროს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა, ჩვენი დილით ადრეადგომა, გაფიცვისკენ მოწოდება, სხვადასხვა ინიციატივები, მარში თუ საღამოს სხვა ინიციატივები. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.